კახეთში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების მოიჯარე ფერმერები აწლიანი დავალიანებისა და საიჯარო ქირის მკვეთრი ზრდის შესახებ საუბრობენ. ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ირინა ფხოველიშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში ფერმერებმა ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურიდან შეტყობინებები მიიღეს. მათ 10 წლის განმავლობაში დაგროვილი საიჯარო დავალიანების, ჯარიმის და პირგასამტეხლოს 15 დღეში გადახდა მოსთხოვეს. ფხოველიშვილის განმარტებით ფერმერები თანხას ყოველწლიურად იხდიდნენ კეთილსინდისიერად, თუმცა გადახდილი თანხა საიჯარო ქირის ნაცვლად სახელმწიფო მიწის ქონების გადასახადში ირიცხებოდა. ამის გამო მათ ქირის დავალიანება უგროვდებოდათ, რის შესახებაც ფერმერებს წლების განმავლობაში არავინ აფრთხილებდა. ფხოველიშვილის ინფორმაციით, იმ ფერმერებს, რომლებმაც დარიცხული თანხა გადაიხადეს, მოგვიანებით ახალი შეტყობინება გაეგზავნათ. საიჯარო ქირა მინიმუმ 28ჯერ 2800%-ით გაიზარდაო. ფერმერთა წარმომადგენელი გვეუბნება, რომ გაზრდილ იჯარას დამატებით სახელმწიფო მიწის ქონების გადასახადიც ემატება. ირინა ფხოველიშვილი გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლებს სადავოდ მიიჩნევს და შესაბამისი უწყებებისაგან განმარტებას ითხოვს. ფხოველიშვილი შველიებს საგადასახადო კოდექსის 203 და 204 მუხლებს, სამოქალაქო კოდექსის 398 მუხლს და სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნას. პასუხისმგებელი უწყებების ოფიციალური პოზიცია ამ დროისთვის უცნობია. ფხოველიშვილი მიუთითებს, რომ ეს ხდება მხოლოდ კახეთის რეგიონში და ამძაფრებს, როგორც თავად ამბობს, გონივრულ და საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე გვაქვს საბოტაჟთან, მოსახლეობაში უკმაყოფილების გაზრდასა და დესტაბილიზაციის გამოწვევასთან. ფერმერი, რომელიც იხდიდა ბანკში, მიდიოდა და იხდიდა მიწის იჯარის გადასახადს, ეს გადასახადი მიდიოდა ქონების მართვას შემოსავლებში, ქონების მართვის ნაცვლად, მერე ქონების მართვა დაადგინა, რომ თურმე იჯარის გადასახადს არ იხდიდა და იცოდნენ სხვა 2016 წლიდან სხვა ანგარიში გაიხსნა სახაზინო კოდში, სხვა ანგარიში გაიხსნა, რაზეც უნდა იჯარის გადასახადი შესრულიყო და შედიოდა შემოსავლების სახაზინო კოდზე. შეგნებულად დამალეს ეს ფაქტი და 10 წლის თავზე დაურიგეს ფერმერებს საკმაოდ სოლიდური თანხა, 10 წლის განმავლობაში გადასახდელი იჯარის ძილის თანხა და არიცხეს საურავი, პირგასამტეხლო და რა ვიცი ქვეყნის ჯარიმები და ზოგს მოვიდა რამისანი 9 მილიონამდე თანხა. ფერმერისთვის უცნობი იყო, რომ რასაც იხდიდა იჯარის გადასახადში და ეგონა, რომ იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად იხდიდა, თურმე ეს გადასახადი მიდიოდა შემოსავლებში ქონების გადასახადში. ჯერ ეს პარადოქსია, ყველა კანონში წერია. ქონების გადასახადს იხდის ის პირი, რომლის საკუთრებაში არის ესა თუ ის ქონება. სახელმწიფო ფერმერს აკისრებს იჯარის გადასახადის გარდა სახელმწიფო საკუთრებაზე არსებული მიწის ქონების გადასახადი. ეს არის პარადოქსი. რა თქმა უნდა, დაემუქრა, ვინც არ გადაიხდით, საგანმანათლებლო იჯარებს გაგიუქმნათ და მიმართავთ ზომებს ამ თანხის ამოღებაზე. ვინც გადაიხადა, ჯერჯერეთი 10 წლიანი ვადებია, ყველა თავისი ვადა აქვს, კაცო, ხანდაზმულობასაც, იმასაც, ამასაც და მთელი პრობლემებია, ხო? ვინც მაინც გადაიხადა, რომ არ უნდა დავა, გადახდიდან 1 თვის თავზე მიიღეს მეორე წერილი ქონების მართვიდან. სადაც ეუბნებიან, თქვენ თუ აქამდე იხდით მაგალითად 1400 ლარს იჯარის ხელშეკრულების საფასურს, თქვენი გადასახადი გაიზარდა და ეს გაზრდა არის 2800%. 1400 ლარამდე ვისაც ქონდა გადასახადი, გაუხდა 44000-ზე მეტი. ნონსენსი კი არა, ეს არის კატასტროფა. რამე ტიპის კომუნიკაცია, მოკლედ სახელმწიფოსთან, ან მთავრობასთან, ან შემოსავლებთან, ან ქონების სააგენტოსთან. როგორ არა მაქვს? რა გეუბნებიან? ქონების მართვა ამბობს, რომ ესო სამხარაულის დათვლილიაო და ვერ გავიგე ამ სამხარაულმა რითი დათვალა, როდესაც არსებობს მიწის ფონდი, არ არსებობს მიწის ბალანსი, არ არსებობს მიწის ბანკი და მათ შორის მიწის საბაზრო ფასი საქართველოში. რისგან გამოიყვანა
2008%-ით გაზრდა საიჯარო ხელშეკრულების, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ამას მოყვება ეხლა, თუ ხმას არ ამოვიღებთ და ქვეყანას არ შევყვით, ამას მოყვება მერე საკუთრებაში არსებული მიწაზე ქონების გადასახადით და მოიჯარე ფერმერს ეხლა თუ სადღაც 40,000 უწევს, გაუხდება 80,000, იმიტომ რომ იმან ქონების გადასახადით უნდა გადაუხადოს სახელმწიფოს ქონების გადასახადი. აი საგიჟეთია რა, ეს ყველას ეხება ჩემო ძირფასო და მთელი უბედურება ის არის, რომ ეს საკითხი, ეს ამბავი დაიწყეს კახეთიდან. ჯერ წინ უსწრებდა ხორბლის ფასების ჩამოგდება, რომ თვითღირებულებაზეც ვერ გაყიდეს ხალხმა, შემდეგ უკვე დაიწყო ეს ეტაპი. 2 წლის წინ მოუსინჯავთ, ვერ გაიტანეს, ჩემამდე ეს ინფორმაცია ეხლა მოვიდა, მაშინ არ მითხრეს, იმიტომ რომ ვერ გაიტანეს ეს საკითხი, არც ერთ რეგიონში არ ხდება გარდა კახეთის. და კახეთი არის ერთადერთი რეგიონი, სადაც მიწა მუშავდება. სოფელი მეტნაკლებად დამაგრებულია და არ იცლება ისე ინტენსიურად. აი მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეგნებულად გაკეთებული, სახელმწიფომ თვითონ გაარკვიოს, რატო მხოლოდ კახეთის რეგიონში ეს საკითხი, ვინ არის კახეთის რეგიონის ქონების მართვის სამსახური, რომელმაც სურვილი გამოთქვა, რომ ეს თანხები ასე გადაანგარიშებულიყო. თან ყველაზე მთავარი ეს ყველაფერი საგადასახადო კოდექსთან წინააღმდეგობაში მოდის. მე ხო ვერ გავარკვევ ამას. ეს ხო სახელმწიფომ უნდა გაარკვიოს. ეს ხო უნდა გაარკვიოს პარლამენტმა, რომ მისი კანონი რატო ირღვევა. ეს ხო უნდა გაარკვიოს მთავრობამ, რომელსაც ეკუთვნის ეს სამხარაულის საექსპერტო ბიურო. თვეების განმავლობაში ყველას ხვდებით. ხო, საგადასახადო კოდექსში არის, რომ 150% არ უნდა გადააჭარბოს მიწაზე ქონების გადასახადის გაზრდა. 2008%-ს აჭარბებს.